ეხლა მომიხსნეს. რა ვიცი მოხსნეს, პირველს მივედი თავად კაცი დედაკაცისა და ვერ ჩავსვათ თიანეთში. ის კაცის ვერ გამოდის უბრმა არის. კაცის ბრმა მყავმეც ესე გაბეჭდებული. ესეთ ბეჭდებს უფრო არ აძლევენ, ვინც კარგებია და დიდუებია, იმებს უფრო პატივს ეცემენ. ვინმეს არ მიმართეთ მერე? გამგებელს ან ვინმეს? ვერ დავდივარ ჩვილო, ერთი კუტი ვართ მეორეცა. წასვლა მინდოდა ეგრეთ ბაზარი, ვერ წავედი. სახლში რამე ყავთ? არაფერი არა, ერთი კაცი მყავ ბრმა და მე ვარ ესეთ გაბეჭდებული. რამდენი წლის ხარ, ბებო? 80 და ვეღარ ვიცი რა. 85 არის. თუ 5-ის. აი მე ხენი არაფერი მე არ მაბადი, არც საქონელი, არც არაფერი და ამათთან ერთად ჩვენც მოგვხსნეს დახმარება. ეს არის კანონიერი და ეს არო იმასა ადამიანს იმდენი ფული არ ეკონეს რომ ან ფილი იყიდო წესიერად აიჭამო საჭმელი, ან სხვადასხვა ყველაფერი რომ ძვირია ხო იცით გენაცვალე. აი რითი უნდა ვიარსებოთ. წამლები ავადმყოფი ქალი ვარ კიდე, წამლები მინდა 40-50 ლარისა თვეში. რატო უნდა მოგვხსნან ესეთ გაჭირვებულებს და იმიტომ რომ ახალი მთავრობა დადგა და აი ესე პატივს აქცემენ. რა გითხრეს, რატომ მოგიხსენითო? ჩემი შვილი იყო პატიმარი. ხო. და ის რომ მოვიდა რა, მე არც მესმოდა მაგდენი. აბა დროული ხალხი ვართ, განა ვიცით რომ რა უნდა გავაკეთოთ რა არა. რატო არ გვაცნობეო რომ მოვიდაო? მე რა ვიცოდი ჯერ ერთი ეგა და ვამბობდი რომ მოვამეცქი აგენტის გავლის დრო იყო. ეხლა მეთქი ჩავაწერინებ ჩემ შვილსაცა რომ იქნებ ცოტა კაპიკები ამაზეც მომცენ მეთქი რომ არ აკმაოს ეს ფული. ისეთ სახში ვთხოვობ სირცხვილი ამის თქმა მობძანდით და შეამოწმეთ. მიგრეული გასამართი შამჭვარტული განა არა მწვენიან ეგეთ სახში ვზივარ. მარტო რო რამე და მემართოს აი როგორ უნდა მობძანდეს ხალხი და როგორ უნდა ისაქნან ან სამძიმარზე და ან მწვენიან ყველაფერს და ერთი თვეცაი შეგვიწყვით ის. რატომ? ესე იგი ისა რომ ძრო ხალხი გამოვიდა მიზეზი ისივ. როგორც შარშანელი ის ეხლა ისე ძრო ხალხი ყავდო და არ შეიძლება. და სუფეში იყო. ერთი ძრო ხალხი უნდა ყავდა ეს კაცი. იზოლებული ვარ რომ გავყიდვე ძრო ხალხი. ამათ ისე ჩამიგდები. ტრიჭაში და კონტრაში. არ უთხარით რა მდგომარეობაში ცხოვრობთ? არ შემოვიდა აგენტი? შემო სახში ფეხი ვერ შემოადგმენით. ეგ სახში ჩვენ არ გვაინტერესებს. და გამოვიდა სახლიდან ვერ შევიყვანე. გამონახე მე სახში რა მდგომარეობაშია და მე ვილაპარაკოთ მე სხვაზე რაღაცაზე მეთქე. აი ნუ ერთ ოთახში 5 სული ვართ. და ესე იგი საკმარისი კოიკებიც არა გვაქვს რა დავკეთე რო ქუხს ხომე მაგრამ სუშიში თავად იქედრეს ზანძარეს ვაი კედლები გაჩამაიგრა ქუხილისგან ვეღარ იჭეს თავს. რა შემოსავალი გაქვთ? არაფრის შემოსავალი ჩვენ არ აქვს. ვერც არაფერს დავყიდით, არაფერს გასაყიდი. ვერც მუშაობ მე ეს მეორე წელია გული ტკივა მიჩარდება ხოლმე გული და ისა და მუხნამად ერთი ძროხა ყავთ მხოლოდ? ერთი ძროხა და იკვებულა ბოჭოლა პატარა ძროხაში საწერა. საქონელს ამალავთო, ფრინველებსაო და სხვა ქონებასაო. რა ქონება გვაქვს, რა ვიცი, ჩვენ ისეთი არაფერი გვაქვს, დავმალოთ ამ მთელი ქათმები ყველამ დამიჭამა, რაღაცა 2-3 ქათამი და სხვა ქონება მე აქ არაფერი არა მაქვს განსაკუთრებული. სამსამი შვილი მყავს არასრულწლოვნები. მე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. 70 ლარი მაქვს პენსია ავადმყოფობის. ჩემი პენსია წამლებშიც არ ამკმაობს. ძალიან ბევრი ვალები გვაქვს და დედა ჩემი პენსიონერი ის ვერ აყიდულობდა ჩემთვის წამლებს, არც კი მკმაობს ჩემი ფული წამლებში. გამგებელი არა ყავთ სოფელში? გამგებელი არავინაც არ აქვს. აი რომ მიგემართათ რაღაცა ეგება მე ჩაეტანა ინფორმაცია რაიონში. მიგემართაშვილო, არავინ ჩვენ არ გვეხებაო. ჩვენ არ გვეხება იქ ზევიდან ბატონობენო და ესე უწადითო და იჩივლეთო ქალაქშიო ეხადა ეგ არის. ავადმყოფი ქალი ვარ იქ როგორ ჩავალ. არც მისავალი ვიცი და არც მოსავალი. დაჭე ცოტა ხანი და უშო.
გამარჯობა. გამარჯობა. რით ცხოვრობთ? რა შემოსავალი გაქვთ? რით ცხოვრობთ? რით? ბეჭაობის, აბარავი. ახმარება, რავი, ახლა მოგიხსნეს და რა მოგჩემენ თუ აღარ მოგჩემენ. რატო მოგიხსნეს? რა ვიცი. რა ვიცი, ბევრებს მოუხსნეს აქა და დაძრული ვარ შვილო და ვტოკავ. აი ახლა პირს ვიბა მაგრებ და ვერ ვიმაგრებ მაინც მაკაკალებს. და ექვსი დაბადებული. 26-ში დაბადებული და ეხლა რომელი წელი აი ეხლა 2000 რამდენია 13 და აი ეს რამდენი წელია გამოვდივარ რა ვიცი თქვენ და თქვენი მეუღლე ცხოვრობთ სახლში ხო? ხო დიახ ყავთ რამე საქონელიან რამე? არაფერი არ გვებადება არაფერი კატაც არ აყავ, კატარო. აბა მოვლა უნდა, პატრონობა უნდა, შვილო და რა ვქნა. ჩვენ აღარ აქვს მაგის თავი არა. და მას დახმარება რატომ შეგიწყვიტეს? ქათამიც არა ყავთ? აბა, თორე აი მეზობლემა იციან. მეზობლემა იციან გას. არაფერი არ გვაბადია. შილო აღარა ვართ ასუ დაშლილი სახლები სუმთლად სულ დაიშალა გომური სახლი აი ეს ხარდულები კარანა სამითია მესამე თვე ახლა რაც მომიხსნეს არ ვირათ მომიხსნეს სახლში რა გაქვთ რა ყავთ აი შადი ოთახში ნახე თუ რამე არის ერთი გარდიობი მიდგა არაფერი არა კედლები ინგრევა ჩამონგრეული კედელი აი მაღლა შეიხედე კიდე აგე მაღლა სუდაშლილია მაღლაც ვინ არის ჩემი ყურემდებელი არავინ არა მარტო ვარ არავინ არ არის ჩემთან მარტო ხილა ვარ და მოხლები მყოდები და რა აღარც ეკნი ჩემში აღარც ისა იშლება ჩემი სახლი ლამის თავზე დამეცეს მოდი აბა აგე კედელია გამონგრეულ აგე ის ქაღალიღა გავაკვრენე ჩემი დიშილებს ამოვიდენ აქ სანახავათა და იმებს გავაკვრენე რომ მე რო ვეღარ ავედი იმებს გავაკვრენე სულ ეს არის თქვენი ქონება აი ეს არის აი აბა რა მაკრამე ვიღადი აი გამოსვაში აბა რა ვქ რიში მოგვხსნე დახმარებები აი ჩაკუტებულ ხალხს რო ვაკეთენდეს რასმე კი კარგი იყო არ მინდოდა მოდახმარება ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ვერც ესენი ვერც მე და სამივეს მოგვხსნეს დახმარება